ჩემი ლამაზები, შემოსიცოცხლე, ჩემი სიცოცხლე. დილა მშვიდობის ეს განათება როდის ჩორდი? დილა მშვიდობის ხალხო. ძალიან ადრეა, 7 საკლია 15. შუქს ჩავაქრობ რაღაცა სიმყუდროვი არ არის, როცა შუქიანდი. არ მიყვარს რაღაცნაირად. დილა ჩემი აზრით უნდა იყოს ესეთი. არ გინდა შუქი დააცადე თვითონ განათდეს. სველი სალფეტკი დავიდე და დავიჟიე. როგორ ხალხნებ ძალიან დილა არის. ცოტა ხანი მოვიხსნათ ეს კოჩური. როგორც ეტყობა დღეს მზიანი ამინდი იქნება, თუმცა გარეთ ჯერ ცივა, ნაწვიმია და სუსხიც იქცნობა. ისე რომ არ არსებული არის გარეთ ისე ხალათის გარეშე გასვლა. ჯერ დრო მაქვს. 7 საკლია 15, 6-ის ნახევარზე 5-ის მერე ავდექი. იმიტომ რომ ისა ყველანი წავიდნენ ტაძარში დილის ცისკარზე. და მე და ნინოც უნდა ჩავიდეთ, ოღონდ სადღაც 9-ისთვის ჯერ ძინავ ნინოს. ხო და ისინი რომ წავიდნენ, მე ავდექი. უბრალოდ გავაცილე და ავდექი. რო ესაბარი მინდოდა რომ ჭხლები მქონდა ძალიან საშინელ დღეში რა ეს დღები ხან რა რო ვაკეთე ხარ მიუხედავად იმისა მაგნიკურ და რაღაცა არ მისვია და გრძელი ჭხლები არა მაქვს. კარგად მისახედი იყო. ხო და თან იმას უყურებდი, მე რო სერიალს უყურებ, მეორე ნაწილი არ იყო გუშინ დადებული და დილას დაიდო 1 საათიანი და აი ესე იგი 1 საათი ვიკეთე, კიდე კაი ვავდექი და გავიკეთე. აი თან რა მქონდა იცი, გუშინ ხო ენდრო ვისავქენი და გავამზადე რაღაცა და კვერცხები ჩავალაგე ხელით, ისე რომ აი სადღაც ეს ჭხილები ჩავყავი და ინდოელებს რო აქვთ ხო იცი ეს წინა მხარეები შეღებილები ზუსტად მასე მქონდა. მასე მქონდა ჭხილები. ხო და მეთქი აი ესე როგორ სად უნდა გახვიდე ქალო. დავიმოკლე კარგად კიდე. იმიტომ დალეწლები მქონდა. კიდევაც შეიძლება. რავი რამ დამიზიანა არ ვიცი. აი დაფრთხნილი ვით მაქვს. ზოგადად ძიმობაში კი იცის ცოტა შესუსტება ჭხილებმა, მაგრამ ეხლა მიუხედავად იმისა, რომ კარგად დავიმოკლე, მაინც მაქვს აი ძალიან აი არც მაქვს და ძალიან მაქვს ისე რაღაცები დასერილივით. დღეს ვაკეთებ სავარაუდოდ მარტო ბადრიჯანს და მაიონეზს. გუშინ არ მოვასწრე ბადრიჯანი. გუშინ ადრე დავწექი სხვათა შორის. იმიტომ რომ ფეხი მაწუხებდა ძალიან. ჩემი იმისთვის ექიმისთვის არ მიმიწევი არაფერი, ეს აღდგომის დღემა ჩაიაროს მეთქი და მე მიმიწევი, ხა ის ადამიანია, ის ისვენებს და სადაც ამდენი ხა მაინც იყოს რა. მერიდება ხოლმე ესე დროს, როდესაც ადამიანი ვიცი რომ ისვენებს, თმა არ დამივარცხნია, რო ვიდაუბან. ხო და მაგით ვარ წაველი ძალიან დილით რა, ჯერ რომ ნინოც ვერ წამოვიდოდა ვერ შეძლებდა და მეთქი მერე ჩავალ ზიარებაზე ჩავიყო. ცოტაც რო გამოთვება გამოვიყვან ტიტილებს გარეთ. ეს მომენტი მიყვარს, აი ხა განახებ რა მომენტი. ეს შავი ღრუბელი იკარგება და იმალება და მიდის. ახლა როგორი წკრიალა ცისფერიცა და სავარაუდოდ
აი სადღაციდან მზე გამოაჭყიდებს. აი ეს დილა და რამდენი ხანია და იცი რა მაქვს კიდე ესე მონატრებული ვით. ბავშვობაში იცი რა საშუალებოდი ხოლმე. ძირითადად სახლში ვიყავი მარტო, იმიტომ რომ ყველანი გასულები იყვნენ. მაგიტომ მიყვარს რაღაცა დოზით მარტო საკუთარ თავთან ყოფნა, სიწყნარეში, სიმშვიდეში მარტო, აი ეხლა როგორც ვარ. რომ არავინ არ არის რაღაცა შენთვის ხარ. ხო და ბავშვობაში ხოლმე მარტო რომ ვიყავი, მაღლა ხა დედა და მამა სადაც არიან, ის კრეშა იყო გადასახური ხოლმე და იქ ავიდოდი ხოლმე კრეშაში, ავიტანდი ადიელას. ბლოკი იყო თუ რაღაცა იდო ხოლმე, იქ დავჯდებოდი, შემოვიხვევდი ხოლმე იმ ადიელას და ვიჯექი და ცას ვუყურებდი ხოლმე, ხან დილით, ხან საღამოს. არაფერს არ ვაკეთებ, ვიჯექი და ვუყურებდი და ეს არის ჩემთვის რაღაცა, არ ვიცი, ვერ ვიტყვი. ვერჯერ ჩაისთან ერთად და აი ეს მომენტი ისე მენატრება. ხო და აი პატარა დეტალებით იმ დროში ბრუნდები რა თითქოს და აი ცოტაც რო გამოთბება. აი ამ პერიოდში ხვდები გარეთ ტახტზე ჩაისთან ერთად ადიელა შემოხვეული და ეგ მომენტი მიხარია ხოლმე და მიყვარს. აი შენ თავთან რო ხარ მარტო 1000 პირი გადამეხა. ეგ იმის ბრალია რომ თბილი წყლით დავიბანე სახე და არა ცივით და არ გამოუფხიზლე. მიუხედავად იმისა 6 საათიდან თუ 6:30-ით. რამდენი თვითმფრინავი დადის ცაზე. სუდახაზულია მთელიც. და მიყვარს ღრუბლების ეს სხვადასხვა ფორმაში დანახვა. აი ჯერ რა განახეთ. და შეხედეთ ახლა როგორ გაიფანტა ის და იშავი ღრუბელი იმდენი წუთის წინ იყო შეხედეთ. შეხედეთ რა ლამაზია. არ ვიცი არსებობს ვინმე ვისაც ეს სურათი არ უყვარს არ მოწონს. ой დედა, ეხლა რომ მოვლენ ალბათ მერე დაიძინებენ. რომ საღამოს 11-ზე თუ 12-ზე იწყება სახურება. ტრადიციულად ყველა ტაძარში ალბათ, ყველა მოქმედ ტაძარში ლიტონიება იქნება. ხო, წინაზე სხვათა შორის კომენტარი იყო, რომ ერთ-ერთ მომენტში ვახსენე, რომ კვერცხით რო დაგანახეთ, რითიც უნდა წავიღო მეთქი. ტაძარში ტრადიციულად კვერცხი, პასკა და ყველი. ხო და დამიწერეს, რომ ჩვენო მარტო ისა პასკა და ყველი მიგვაქვს ხოლმე და კვერცხი ისა პასკა და კვერცხი მიგვაქვს და ყველიო არ ვიცოდიო. ყველიც მოაქვთ ხოლმე, ანუ ბოლოს სულ რო დამთავრდება მსახურება ამბიონის წინა მხარეს, ისე რომ მამაომ შეძლოს მოძრაობა, წინა მხარეს კიბეზე ლაგდება ესე სიგრძეზე სულ ვისაც აქვს მიტანილი ეს ტრადიციულად პასკა და კვერცხი და ყველი. გადახსნიან ხოლმე ეს თავებს, რომ წყლის კურთხევისას მერე მამაო აკურთხებს ხოლმე ეს და ყველას მიაქვს ხოლმე სახლში ეს და ვინც მარხვას ინახავს თუ არ ინახავს, ნუ მოკლედ მისით იმხსნილებენ კვერცხით, ყველით და პასკით იმხსნილებენ ხოლმე მარხვას და იმ ნაკურთხ საკვებს მიირთმევენ ხოლმე ოჯახის წევრებიც და ასევე ჩვეულებრივ ყველი იჭრება და ერევა სხვა ყველში და სუფრაზეც ლაგდება. ასე რომ ჩვენ ყოველთვის მიგვაქვს ხოლმე და ბევრს მიაქვს რა. ის რომ ვაიმე და ყველი არა გაქვს და გაიქცე იყიდო და აუცილებელია და ისე არ მიიღე, არა ეგ არა. როგორც ახლა პასკა და კვერცხი. მიყვარს ეს ტრადიცია, ძალიან მიყვარს. აი იმ დროსაც კი სხვანაირად აღვიქვავდი და სხვანაირად მიყვარდა, როდესაც
არ ვიცოდი მნიშვნელობა და ვიცოდი რომ რაღაცა იყო რომ სადაც ერთმანეთს ეუბნებოდნენ რომ ქრისტე აღსდგა მაგრამ აი ის არ ვიცოდი რა იყო და მაშინაც რაღაცა მე ძვირფასი სულბოდა მე მიყვარდა პოპულეთ ეს ძალიან რა ფეშენ სიტყვებს იყოს გაუმადგება მე თქვენ რა ვისაო ჯეჯილიო არ და გითესიაო და რაღაცაო ხათო მე ჯეჯილი რატომ უნდა დავთესო შეხედეთ მე არაჩეს ერთი წამი აი მე კიდევ კატასტროფას დავათეკი მე რაც მინდა ჯეჯილი დავთესო როდესაც მამი და ჩემი არის და ჯეჯილს თესავს და ნახეთ რა სილამაზე გუში მომაწოდა ადამიანმა ორ პარტიად დათესა ერთი იმხელა გახდაო რომ უკვე მოსავლის აღება არ დაიწყო მეორე პარტიაც დათესა რა თმინდა თან ამას აქვს თავისი კვერცხი შეღებილი ერთი კვერცხით აი ესე ჩავდოთ აი როგორ ხდება წითელი და მწვანე ერთმანეთს აი ეს რა ჯეჯილი რა თმიდა ჯეჯილი რატო უნდა დავთესო ჯეჯილის მეტი რა დაყალობა მაგაიცი პისუნია კატა ვაი გაიწინა ნენელა ცა აღარც ის ხრუბელი აღარ წიწილები მინდა რომ გამოვიყვანო გარეთ გუშინაც გარეთ ამყავდნენ კი ციოდა მაგრამ მაინც გარეთ ამყავდნენ და რაც მოვიყვანე აი იმ დღეს იყო მზე მარტო რომ მოვიყვანე 1 საათი მყავდნენ მზეზე მარტო მეორე დღიდან წვიმს და მყავს მარანში გაშვებულები ოღონდ სეტკაში რა და არ მეყვარს ხოლმე იქ რო წიწილები არიან რომ გუშინ მაგალითად რკინის პატარა ეს ნაგვისასაღები როა რა იმით მოფხიკე ის საჭმლის ნარჩენის კრიტერიულს მე ხო ტკეპნიან და ეგ არ ურჩება ხოლმე თან მარანში არ მეყვარს ეგ მარანიც კაი დასალაგებელი მოგვაქვს ოღონდ არ ვიცი როგორ დავალაგებთ იმიტომ რომ ეს ადგილი არ არის რა რაღაცების იმათ სვის რაღაცები თალაგია რა ხო და ამინაირად უნდა მივწიო და დავაბინაოთ ის რომ რაღაცები რაც ჩვენი არის და ისა ხო იცი ის წინ დაალაგებ მე წინ დაალაგებ და მოდის მარანი თვითონ მოდის ხო და იმად მაქვს მისალაგები მოსალაგებელი ისე მაგდე დასალაგებელი ბიბლიოთეკა კარგად მარტო გამოწმინდით არ ვამბობ მანდ მაქვს შეტანილი პატარა მერხი და სკამი რაც გამომაქვს ხოლმე პლოშატკის ქვეშ ვდებ მაი შენი ნაჩუქარი ყავა მიყვარს ხოლმე მანდალევა ხო და ისა პლუს აი რო შედიან ნინო მithumetes შევაგავა რაღაცა საიღებს რაღაცა რომ უნდა დადო სხვანაირად დებს მე სხვანაირად და ან ვიღაცას რაღაცა მოეჭარბება მოდი 2 წუთი აქ დავდოთო და ერთი პატარა ოთახი რამის არის გასკდეს ხო და ეგ მაქვს საოცრად დასალაგებელი უბრალოდ აი გამოვიდე საბა ამინდები რომ ჩახვიდი ადამიანმა სურვილი ქონდეს დაალაგო ხალათის გარეშე ხო შეიძლება რომ იმოძრავ ტანსაცმლი ვერა არ ჩამოაგდო ეგ სალფეტკი მე დავდე ჩემი სიცოცხლე განახოთ დედი მიდიჩი მაგიცი და მე გაგიშვი ეს ერთი ბიჭი გადამჭა ჩემი ლამაზებიდან ეს ერთი გაწეწინა ყუდი ნახეთ
ხოლამაზია. ძალიან ტკბილი. ხო შემოცხური. ლო, პანდა იცი საერთოდ ხმას არ იღებდა რომ ეფერებოდა. რატო ხარ ისეთი აჯამი? რატო ხარ ისეთი აჯამი? პატარა. ზიგრახი როგორ მაწვება? როგორ მაწვება? ამან არ იცის რომ დედამ რომ მიაგდო მე გავზარდე. დედამ რომ მიგაგდო ჩემოტკბილო, მე გაგზარდე. ხო, შენა. დაჩიკი. ჩიმურამს. აუ წუხელი. მე წუხელი აი არაფერი ისეთი აღარ გამიკეთებია, მაგრამ ზოგადად აი საღამოს ხომ რაღაცა მოძრაობა მიჭირს თითქოს და კვერცხის შეღებოს ველოდებოდი რა, ასვაკეთებდი ვიჯები კუხნაში, ველოდებოდი რომ ის რამდენიმე წუთი იდუღოს და პარალელურად ვაკეთებდი მაკარონს. რო ისა, საჭმელი იყოს თქო. რო ამოვედი აი საღამობით ხომ და მოცელი მეჭიმება ხოლმე რაღაცნაირად და სანამ შევარმეთქი და დავწვევი და დავიძინებ, ცოტა ხანი წამოვწევი და არ ვიცი სურათი ნინომ გადამიღო. წამიერათა ეს ტელეფონი მეჭირა ხელში. იგი დუნაშვილივით და ეს ტელეფონი იმაზე მიმეყუდა ბალიშზე და წამიერად ჩამეძინა. ხო და ეს ხო ჩემი კუდია, ეს მეორე კატა, ის სადაც ვარ, იქ უნდა არსებობდეს ესეც. სადაც მე ვარ, იქ უნდა იყოს და თან სხვანაირად იცის ისა, სიყვარული ამან და მოფერება ამ კატამ და ისე ტკბილად ჩამეხუტა და ისე ტკბილად ჩაგვეძინა რამდენიმე წუთით. მე მევთხარი სულ კარგად ბრძანდებოდეთ, წავედი და დავწევი და დავიცი. ნინომ გადამიღო სურათი. ჩავაგდებ. განახი. რომელ პროგრამასაც ვიყენებდი ხოლმე იყო InShot-ი მე მგონი. ხო და რაღაც მომენტში მაგ პროგრამა მაურია რომ ვდებდი ხოლმე მაგით გადაღებულ ვიდეოებს, მაგაში გაკეთებულ რა ხმას ვუწევ ხოლმე მარტო პროგრამაში ვდებ, ხმას ვუწევ ვიდეოს. ხო და ისა. გამოსახულება ცალკე იყო ხოლმე ხმაც არა, პირის მოძრაობა სულ სხვაგან იყო ხოლმე რა და მე გადმოვწევი რაღაცა სხვა პროგრამა, რომელიც მაგრამ ამ პროგრამას რა არა აქვს იცი? აი ხა მაგალითად რო ვთქვი რომ სურათს დავდებ მეთქი და აი მაგალითად იყო იმ პროგრამა InShot-ში რო ვაკეთებდი რომ ლაპარაკის დროს სადღაცას აი აქ სურათი ვსვდებდი, ანუ ვიდეოს მსვლელობის სურათი იდებოდა და ეხლა ამ პროგრამას ეგ მომენტი არ აქვს, ანუ ვიდეო უნდა გააჩერო, სურათი დადო და ვიდეო გააგრძელო. ერთად არ ხდება ორივე და ის პროგრამა კი არ წაბიშლია InShot-ი, ხან დახან მეთქი გამოვიყენებ, იქნებ გამოვასწორო, იმიტომ რომ მართლა კაი პროგრამაა. მანამდე CapCut-ით ვაკეთებდი და ეხლა CapCut-მა რამის ყველაფერი ფასიანი გახადა და აღარ მინდოდა. შემოაბრეშუმის ბურთო. შემოაბრეშუმის ბურთულ. ლაშა მითხრა რომ იმ ადგილას პანდას მანქანამ რო დაარტყა, იმ ადგილიდან ავიყვანე და გადმოვიყვანეს ჩახუტებული რა, თბილი იყო ისევ რაღაც და დავაწვინე კარებთან ბალახებში, რომ ნინოს არ მინდოდა დაინახ, შიგნით არ შემოვიყვანე მოკლედ. და ესა მე იმ პერიოდში რო უკვე დავაბინავეთ და რაღაცა ლაშა იყო გარეთ ელაპარაკებდა თავის მეგობარს და ეს ნაცრისფერი კატა მაგ ადგილას ესე იგი მოვიდაო, სადაც იწვაო, სუნავდაო და კნაოდაო, ტრიალებდაო, აი ეძებდა იცი რა დონეზეო. მართლა მისი გაზრდილი არის, აი ის რომ მიყარა დედამ. ბავშვები რომ მიყარა. მე ვაჭმევდი საჭმელს, ეს აძინე, აი მე რა საყვალათული და იცი. იცით რა საყვალათ ეფერებოდა ხოლმე და ულიდა. ეს მართლა მან გაზარდა. დედამ ძალიან მალე დაიზისხა, იმ დონეზე დაიზისხა, რომ სცემდა ხოლმე თუ ახლო გაივლიდნენ და ძეძკლები, უდედოდ დაიძარდნენ. ვიმი, შენ გადამრჩი, ჩემო ტკბილო, მოდი ჩემო ბურთულო, ჩემო ფუმფულო, ჩემო აბრეშუ, ეს ბეწვიცი როგორია, აი აბრეშუვივით. და რა, როგორია, ნახეთ, უყურე,
აი საკაი. ეხა განახილეთ. არანაირი ჯიში ამას არ აქვს, უჯიშო კატა, მაგრამ ეცეთი ლამაზი. ძალიან ცხოვრება ხარში, ბიჭო. ძალიან გაწიწილი ბიჭი მყავ. კურუტუნა. მიმი. თამაში აზზე არ არის. თამაშის აზრზე არ არის ეს ბატი. პანდამ უფრო იცოდა, ჩემო ლამას. შინგინაცული. რომელია საათი? 7, 5 წუთია. ჯერ ადრეა ქათამძილების გამოშვება ცოტა ხანს და სადღაც 8-თვის გავაღვიძებ ნინოს და გავამზადებ რა გაიმზადებ. იქნებ დღეს გამოვიდე სამინდი ისეთი, რომ ადამიანი ბადრიჯანთა მაიონეზი უნდა გავაკეთო მეთქი და აი იმ შუალედში ხო შეიძლება კუჭი გამეწადა. ხო შეიძლება რომ ის რაღაცა მიდგეს, მოდგეს და ეზოში რამე გააკეთოს ზიანამიჩ ხო შეიძლება. თუნდაც აი ეს საკეიფო ოთახი ისამეთ ბარბარის მივეხმარ და არაფერი უბრალოდ ხელი მოუსვათ გავასუფთავთ, რომ მანდ უნდა გავშალო სააღდგომო სუფრა ოშა. ხო და იქ დავაბინაო და დავალაგო რა. დანარჩენ ყველაფერს საჭმელებს ვაკეთებ კვირას. თევზი უნდა შევწვა. თევზი ისეთი ფასი იღეთ და ზოგადად ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე მოხარშუშსაც და შემწვარსაც, რათა ამ ბოლო ხანებში დავაკვირდი, მე მიუხედავად იმისა, რომ უზომოდ მიყვარს ძმარი და ნიორი რა შუაშია, ქინძი. არა, ნიორიც მიყვარს, მაგრამ თევზთა რა შუაში იყო ვერ გავიგე. ხო და ისა ვწავთ მარტო, ანუ მე ვთხარი ერთი ის ვიყიდოთ და შევწოთ, მართლა ძვირი ღირდა თევზი. და მარტო ვწავთ თევზს. რა, ქათამი უნდა მოუხარშო. ერთი ქათამი შევწვა, ერთი მოუხარშო. მე მკერდის იმას ავიღებ. გაჩეჩილსაც გავაკეთებ. და ჩემი მგონი არაფერი. ხო, დღეს ნიგოს დამტრევენ ბავშვები და გაარჩევენ. იმისთვის, ბადრიჯინისთვის. ხო, ჩემო ცხოვრება. როგორ მიყვარს პატარა. პატარა შვავი გუნდა. მოგეფერო, გაწვალო ძალიან. ტაველი ხალხნობა თქვენთით შევერთებ ხა ტელეფონს. გამარჯობა. თან დაიტენება და თან დილის ვიდეოც მექნება. აბა თქვენ გეტნიერთ ყველას.